ეროვნულ არქივში უძველესი ნაბეჭდი წიგნების აღწერა დაიწყო ბიბლიოთეკაში 1674-1900 წლებში საქართველოს და მის ფარგლებს გარეთ გამოცემული სასულიერო და საერო ხასიათის კრებულები ინახება. საუბარია 250-ზე მეტ ნიმუშზე. სპეციალისტები მნიშვნელოვან აღმოჩენებზე საუბრობენ უძველესი წიგნების ნაწილში, ანდერძ მინაწერები, ზოგში კი უცნობი ხელნაწერების ფრაგმენტებია ჩაკერებული. თათია კუჭუხიძის რეპორტაჟი. ეს ჟამნი არის იმ პირველი დროსი, როდესაც ვახტანგ მეექვსემ შემოიღო სტამბა საქართველოში და პირველ დაბჭდაზე ეს გამოუწიეთა სახარება. ვახტანგ მეექვსის დროინდელი ნაბეჭდი სახარების ისტორიას თავად წიგნში გაკეთებული ჩანართი გვიყვება. 1710 წელს დაბეჭდილი წიგნის ყდა ახლა დაზიანებულია, ფურცლები გაყვითლებული და გაცრეცილი, თუმცა მასზე მნიშვნელოვანი დეტალები მაინც იკითხება. იმ დროინდელი ტრადიციით ძველნაბეჭდი წიგნის ფურცლების ნუმერაციაც ვახტანგ მეექვსის პორტრეტით სრულდება. საქართველოს ეროვნულმა არქივმა პირველ ნაბეჭდი წიგნების ხელახალი აღწერა იმ პროექტის ფარგლებში დაიწყო, რომელიც საარქივო ფონდში დაცული ქართული რარიტეტული წიგნების დეტალური აღწერილობის მომზადებას და კატალოგის შექმნას გულისხმობს. ეს ერთი პატარა ხელნაწერი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას გვაძლევს. თუნდაც იმ ინფორმაციას, რომელიც თავფურცელში ამოცემული, ეს არის ვახტანგ მეექვსის სტამბის 1710 წელს, ასევე ვისი კუთვნილებაა და რომ ამ წიგნში ძალიან მნიშვნელოვანია ვახტანგისეული სტამბისთვის დამახასიათებელია ვახტანგ მეექვსის პორტრეტი, რომელიც ყველა იმ დროის გამოცემულ წიგნში გვხვდებოდა. ძველნაბეჭდი წიგნების ახალი აღწერის შედეგად, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაიწყო, არაერთი უცნობი ინფორმაციის მოპოვება მოხდა. დეტალები კი, რომელიც კატალოგში შევა, საზოგადოებას უძველესი წიგნების დროსა და ისტორიაში მოგზაურობის ცნობებს მიაწვდის. კიდევ ერთი წიგნი, რომელიც დამატებით ინფორმაციას გვაწვდის, ერეკლე მეორის დროინდელი გამოცემაა. მეორე რარიტეტული წიგნი, ეს არის ერეკლე მეორის სტამბის ლოცვანი, მის ბოლო ფურცელზე მხედრული შესრულებული ერთი წარწერა, რომელიც გვეუბნება, რომ ეს არის ვინმე კნეინა მელანია სოლომონის ასულის, მას ეკუთვნის ეს ლოცვანი, ხოლო შემდეგ ქვედა ფორზეთზე ესეთი მუქი მელნით გვხვდება მინაწერი, რაღაც ლექსი, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ერეკლემების მიერ ჩადენილ ძალიან მნიშვნელოვან ქმედებებს. ქართული ძველნაბეჭდი წიგნების კოლექცია 1674-1900 წლებში თბილისში, ქუთაისში, კონსტანტინოპოლში, რომსა და სხვა ქალაქებში გამოცემული სასულიერო და საერო ხასიათის ლიტერატურისგან შედგება. მათ შორის არის ისეთი გამოცემები, რომლებიც წიგნის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს, ნაბეჭდი და ხელნაწერი წიგნების თანაცხოვრებასა და მათ ერთმანეთთან კონკურენციას ასახავს. თქვენ ახლა უყურებთ ვახტანგისეული სტამბის ვეფხისტყაოსნის ფრაგმენტს. სინამდვილეში ძირითადი ნაწილი დაახლოებით 90% ეს გახლავთ ხელნაწერი და უკვე ხელნაწერი შევსებულია ნაბეჭდი ვეფხისტყაოსნის ფრაგმენტით. ეს არის საპირისპირო ვარიანტი, ეს არის ერეკლე მეორის სტამბაში დაბეჭდილი კურთხევანი, ლიტურგიკული წიგნია, რომელიც გამოიყენებოდა წირვის დროს და იმ კურთხევანში შიგნით ჩართული არის შედარებით ძველი ხელნაწერი. რარიტეტული წიგნების ახლებური აღწერის პროექტის დასრულება წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.